მოგესალმებით, თქვენ უსმენთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რადიოს, ეთერშია გადაცემა საუბრები ჟურნალისტიკაზე და მე მისი წამყვანი ნინი შაუშაძე ვარ. დღეს ჩვენს გადაცემაში სტუმრად მოსულია ჟურნალისტი და იფსოს კურსდამთავრებული ნათია შარმიაშვილი. ნათია, მოგესალმებით. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, რომ მოგბრძანეთ ჩვენთან გადაცემაში სტუმრად და დრო გამონახეთ ჩვენთვის. მადლობა მოწვევისთვის. ძალიან მიხარია, რომ აქ ვარ. ნათია, მე გავეცანი თქვენს პორტფოლიოს. ძალიან ბევრი საინტერესო ნამუშევარი გაქვთ და მინდა აღნიშნო, რომ აღფრთოვანებული და მოხიბლული ვარ თითოეული თქვენი ნამუშევრით, იმიტომ რომ ვიდეოს თხრობის განსხვავებული და მართლაც ინდივიდუალური, განსაკუთრებული ტექნიკა გაქვთ. მაგრამ მაინც მოდით უპირველეს ყოვლისა თქვენ მოგვიყვებით თქვენს შესახებ. მე ვარ ნათია შარმიაშვილი, როგორც აღნიშნეთ, ჟურნალისტი, ამჯერად მუშაობ ფრილანსერად სხვადასხვა მედია ორგანიზაციებში. რა ვიცი, ამჯერად ეს შემიძლია ვთქვა. აღნიშნეთ, რომ სხვადასხვა მედია ორგანიზაციაში მუშაობთ და ფრილანსერი ხართ. მაინტერესებს, რამდენად კომფორტულია თქვენთვის მუშაობის ასეთი პრინციპი? სულ რაღაც დაახლოებით 1 წელია რაც დავიწყე ასეთ მუშაობა და აღმოჩნდა, რომ ძალიან კომფორტულია ჩემთვის. იმიტომ რომ პირველ რიგში მაქვს განსაზღვრული დრო არ მაქვს და კონკრეტულად რაღაც ვადებში არ ვზივარ. მაქვს მეტი ფიქრისთვის დრო, იმიტომ რომ ჩემი ვიდეოებიც მაინც ასე თუ ისე ვთვლი, რომ რაღაცა დროს მოითხოვს და ამ მუშაობის პრინციპით მე საშუალება მომეცა და კომფორტულად ვგრძნობ თავს. თქვენი აზრით, ვიდეოს გადაღების ტექნიკები როგორ შეიძლება რომ ისწავლოს დამწყებმა ჟურნალისტმა, რომ თავისი სათქმელი, როცა მასალაზე მუშაობას დაიწყებს, მიიტანოს აუდიტორიამდე, ისე როგორც თავდაპირველი ჩანაფიქრი ჰქონდა ამისა. ესეც ასახად რთულია ამის თქმა, რომ ვთქვათ, რამე კონკრეტული რეცეპტი თუ არსებობს, როგორ უნდა ისწავლოს ჟურნალისტმა, რომ გადმოსცეს სწორად სათქმელი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ უნდა მოусმინოს პირველ რიგში თავის თავს, ანუ როგორც კი მიხვდები რაღაც ეტაპზე და ალბათ ძალიან ცოტა არის, ვინც თავიდანვე კურსის დასაწყისში, სწავლის დასაწყისში ხვდება რა მიმართულება უნდა. უფრო მერე და მერე ხვდებიან ხოლმე, როცა რაღაცა გარკვეულ ცოდნას აგროვებენ ადამიანები, ხო ესეა. ჩემ შემთხვევაშიც ესე მოხდა, უკვე მესამე კურსზე ვიყავი დაახლოებით, მივხვდი კონკრეტულად რომელი მიმართულება უფრო მაინტერესებდა. და შემდეგ უკვე ამას გავყევი, მეტად ჩაუღრმავდი და მერე ხდება ის, რომ ჩემ შემთხვევაში ძალიან კარგად იმოქმედა ადამიანებზე დაკვირვება ამ გარემოზე. დღესაც ყველაზე კარგად ვგრძნობ თავს და მაშინ მოდის იდეები, როცა ქუჩაში დავდივარ და რაღაცა ვათვალიერებ ქალაქს ან ნებისმიერ ადგილს. ჩემ შემთხვევაში დაკვირვება იყო ყველაზე დიდი, რამაც მომცა იმის საშუალება, რომ გამეგო როგორ გამეკეთებინა, რაღაცა დინამიკა. ზოგ შემთხვევაში არ არის ხოლმე კარგი, მაგრამ ჩემთვის კარგი აღმოჩნდა ის რაღაცა დინამიკაში მოქცევა რაღაცის და ცოტა დროში დაკვირვება. საინტერესო, როცა აბიტურიენტები ჟურნალისტიკაზე აბარებენ, უმეტესობა მათგანი ამბობს, რომ იზიდავს კამერასთან მუშაობა, მიკროფონი და ასე შემდეგ. თქვენს შემთხვევაში როგორ იყო? თავდაპირველად გასაკვირი არ იქნება, რომ თქვა, რომ როდესაც ვაბარებდი და ვიყავი აბიტურიენტი, ვფიქრობდი ამაზე, რომ ჟურნალისტიკა აუცილებლად უნდა გარიყავი კამერის წინ, მიკროფონით ხელში ან სტუდიაში. მაგრამ შემდეგ უკვე როცა სხვადასხვა მიმართულებით სწავლა დავიწყე და უფრო ღრმად ჩავიხედე ამ სფეროში, მივხვდი, რომ ეს არ მინდოდა, არ იყო ჩემი, ასე ვთქვათ. უფრო მირჩევნია კადრის მიღმა, ასეთი ადამიანები უფრო რაღაცნაირად მნიშვნელოვანი მგონია ზოგადად, რომ ვინ რას აკეთებს, ანუ რომ არ ჩანს კადრის მიღმა ადამიანები. ანუ ყველაზე დიდი სიამოვნება, რომელი მასალის კეთებიდანაც მიმიღე, ეს იყო ის, რომ მე წავედი და შემთხვევით აღმოვაჩინე ვიღაც და ვიპოვე ისეთი რაღაც, რაც მაინტერესებდა, ან რაღაც, რაც ჩემთან იყო ახლოს. შეიძლება შენობა იყოს ჩემთვის საინტერესო და არა შიგნით ადამიანები და ამიტომ ამ შენობაზე გავაკეთო აქცენტი. ანუ ვიდეოს კეთების პროცესში მან სუბიექტური ხართ? კი, ეგრე გამოდის. მეტწილად ესე გამოდის. კადრში ანიჭებ ამ შემთხვევაში მნიშვნელობას რა გამოაჩინო და რა არა. თუ გამოარჩევთ რომელიმე ნამუშევარს, რომელზე მუშაობის პროცესი განსაკუთრებით მოგწონდათ?
ვიწრო აუდიტორია ყავს ჩემი ვიდეოებს, იმიტომ რომ ყველას ვერ მოეწონება. ან ცოტა განსხვავებული თემატიკა, უფრო დოკუმენტური ვიდეოებია ჩემი და ამიტომ ყველა ადამიანს არ მოეწონება. ერთ-ერთი ბოლო ვიდეო იყო, რომელზეც ვიმუშავე, ვიყავი ჭაჭუნას აღკვეთილში, ესეთი დაცული ტერიტორია არის კახეთში და იქ ჩავწერე ფერმერები, ძალიან ბევრი ფერმერი არის იქ და ზოგადად 40-მდე ფერმა ამ ტერიტორიაზე და თვითონ ეს ბუნება იმდენად მომეწონა, გარემო განაშენიანება, რომ რაღაცნაირად ეს პერსონაჟებიც ამ შევეცადე, რომ დამეკავშირებინა ამ გარემოსთან და ბუნებასთან და რაღაცნაირად მედიტაციური ვიდეო გამოვიდა. მართალია 2 დღე დავყავი იქ და არ მქონდა შესაძლებლობა, რომ დიდხანს ყოფილიყავი, მაგრამ ვფიქრობ, რომ კარგად გამომივიდა იმ გარემოსა და პერსონაჟების შერწყმა ერთმანეთთან. როდესაც მივდივარ გადაღებაზე, შეიძლება იყოს ბევრი აპარატურა მქონდეს, მაგრამ მხოლოდ მე ვარ. მაგრამ იმდენად მსიამოვნებს ხოლმე ამის კეთება, რასაც ვაკეთებ, რომ მაინც ვახერხებ, რომ ყველაფერი მე გავაკეთო. არ გიჭირთ ერთ ადამიანს ამდენ საქმის შეთავსება? როგორც წესი, მე ერთ ვიდეოზე საკმაოდ ბევრი ადამიანთა ჯგუფი მაინც მუშაობს ხოლმე. პირველად რომ წავედი და დავინახე, რომ ძალიან ბევრი აპარატურა მქონდა და მარტო თვითონ ის თემა იმდენად მაინტერესებდა და ძალიან მინდოდა, რომ კარგი გამოსულიყო. არც ადამიანების მზერები მაინტერესებდა, აი ქუჩაში მაგალითად ვიღაცა ძალიან გაკვირვებული გიყურებს, რომ ეს ვითმოდეს რაღაცა ისე არის ხომ მაინც ქალის მიმართ, რომ ამდენ რაღაცას რომ დაათრევ და მე გეუბნებიან, რომ აი ხო არ მოგეხმაროთ და რაღაც. მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანია და ქსიამოვნებს ეს პროცესი და მე შედეგს რო ნახულობ, რომ ეს აღარ არის უკვე გადამწყვეტი. როდესაც ვუთანხმებ რესპონდენტს გადაღებას და მივდივარ დანიშნულების ადგილას, გაკვირვებულები მიყურებენ ხოლმე. მარტო თქვენ ხართ, ანუ რადგანაც მე მივედი, მხოლოდ უნდა აუცილებლად მომყვეს უკან ოპერატორი, რომელიც ამ ყველაფერს გადაიღებს და რომ ვეუბნები, რომ კი, ცოტა ეჭვის თვალით გიყურებს, იმიტომ რომ ეს ალბათ არ არის კარგი პროფესიონალი, რადგან როგორ შეიძლება რომ ყველა საქმე ამან შეითავსოს და მე უკვე ალბათ ურთიერთობაში რომ გადის რაღაცა პერიოდი და ვიწყებთ ინტერვიუს, უკვე მე აღარ აქვთ ხომ ის ეჭვის თვალით აღარ გიყურებენ. თავიდან არ იგი უნდობლობის შეგრძნება, ანუ რადგან ბევრი ადამიანი არ მოდის, ესე იგი საქმეც შეიძლება არ გაკეთდეს. ის თითქოს რომ ვარღვევთ სტერეოტიპებს ჟურნალისტი გოგოები, ქალები, ვინც ყველა საქმეს თვითონ ითავსებს, მაგრამ ძალიან მიხარია, რომ საქართველოში დღესდღეობით ეს რიცხვი ნელა იზრდება და ქალი ოპერატორებიც ძალიან ბევრი ყავს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგადად პროფესიებში ასეა ხოლმე, რომ აი ეს მხოლოდ სქესის მიხედვით ყოფთ ხოლმე სამწუხაროა, მაგრამ ასე ხდება და მათ შორის არის ხოლმე ეს ოპერატორობა. ქალის საუკეთესო არჩევანი მედიაში, ჟურნალისტიკაში არის ის, რომ იდგეს მიკროფონის წინან, იჯდეს მშვიდად სტუდიაში და მამაკაცი აუცილებლად უნდა იყოს ძლიერი ოპერატორი. ეს ტენდენციები შეიცვალა დღესდღეობით და ძალიან მიხარია. როცა აბიტურიენტები აბარებენ ჟურნალისტიკაზე, თავდაპირველად აქვს სულ სხვა მოლოდინები და როცა უშუალოდ უნივერსიტეტში იწყებენ სწავლას, ზოგიერთი მათგანი თავს ანებებს უბრალოდ ამ პროფესიას, იმიტომ რომ თავიანთ თავს ვერ პოულობენ. თქვენ შემთხვევაში ასე არ მოხდა და მაინტერესებს რატომ? მე ესე ვფიქრობ, რომ ძალიან ცნობის მოყარე ადამიანი ვარ ზოგადად. მაინტერესებს ყველაფერი. ძალიან ბევრი კითხვის დასმა მიყვარს. მხოლოდ ადამიანებზე არა, რა ვიცი, სამყაროზე, გარემოზე, ჩემს ქვეყანაზე, ქალაქზე, ნებისმიერ ადგილზე. სულ არის ჩემ ტვინში რაღაცა იდეები, ფიქრები, რაც მინდა რომ გავაკეთო, რაზეც მინდა რომ ვიმუშაო. ესენი არ წყდება, ამიტომ ერთ რაღაცაზე თუ ვმუშაობ, მერე სხვა რაღაცა იდეები მოდის ხოლმე. ვიდრე რადიო გადაცემას ჩაწერას დავიწყებდით, ახსენეთ, რომ პოლიტიკურ თემებზე არ იმუშავებდით არასდროს და რატომ? იცით რა, ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ ეგრე არის, რომ პოლიტიკურ თემებზე მუშაობა აუცილებლად განსაზღვრავს იმას, რომ უნდა იყო ერთი ან მეორე მხარე. რატომღაც ეგრე არის, მედია ორგანიზაციები წარმოადგენენ ან ერთ ან მეორე მხარეს და ამ შემთხვევაში მე მირჩევია
როგორც გითხარით, დამკვირვებლის პოზიციაში ვიყო. რამდენად კრიტიკული ხართ ხოლმე საკუთარ თავის მიმართ, როცა ვიდეოზე მუშაობთ? აი მე მაგალითად, როცა რაიმე ნებისმიერ საკითხს ვიღებ, სტატიას ვამზადებ, თუნდაც ვიდეო ფორმატის რაიმე სიუჟეტს მსგავს მასალას ვაკეთებ, ჩემ თავის მიმართ ვარ ძალიან კრიტიკული. ბავშვობიდან ესე ვარ ზოგადად. თქვენ შემთხვევაში როგორ არის? ჩემ შემთხვევაში არა მხოლოდ ერთი განცდა არ არის ხოლმე, აი იცვლება ხოლმე. არის მომენტები, როცა რო ვიღებ, ან იმ მომენტში ხვდები, რომ ეს კარგი იქნება, ეს მომწონს. არის როცა თავიდანვე კრიტიკულად ვარ განწყობილი და ის განწირულია იმისთვის, რომ არ გამოვა. ანუ რაღაცა ბალანსი უნდა დაიჭირო. არც ის რომ მოიხიბლო იმდენად, რომ საერთოდ გააფუჭო შენი ნაშრომი და საერთოდ სხვა რაღაცისკენ წაიყვანო და არც ის რომ შთააგონო შენ თავს, რომ არაფერი არ გამოგივა. აი თემასაც ხო გააჩნია მაგ დროს და როცა თემაზე მუშაობას იწყებ, თავიდანვე იცი რომ შეიძლება რაღაცა კარგი ხარისხიანი პროდუქტი ხო, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში, ჩემ შემთხვევაში მაგას მნიშვნელობა აქვს მომზადებას თემის მიმართ. თუ შენ ის თემა გაინტერესებს, თუ შენ ძალიან ბევრი მის ირგვლივ კიდე რაღაცა ძალიან ბევრი რაღაც გაქვს წაკითხული ან კომპიუტერში დასერჩილი, ხო, რასაც ჩვენ იმას ვეძახით, მოძიების პროცესს. ანუ როცა თემა ძალიან კარგად იცი, მაგ შემთხვევაში უკვე ეგ შიშები აღარ არის ქრება. ძალიან დიდი შრომა არის ამისთვის საჭირო, რომ შენ მით უმეტეს რომ მოგეწონოს, ეგ ძალიან რთულია. რომ შენი პროდუქტი მოგეწონოს და მართლა იყოს კარგი და ამისგან მიიღოს სიამოვნება. ძალიან დიდი ძალისხმევა არის ამისთვის საჭირო. იმიტომ რომ შეიძლება მე ხდება ხოლმე ისე, რომ ძალიან დიდი იმედგაცრუებაც არის რაღაც მასალაზე ჩადე ძალიან დიდი ენერგია დრო და ის გამოდის, რომ არ მოსწონს ან რედაქტორს, ან თავად შენ და უბრალოდ გწვენია, რომ მას აჩვენო. ეგეთი შემთხვევაც არის და გიწევს ხელახლა ამის გაკეთება. საერთოდ ჩემი კადრები, როცა მონტაჟს ვიწყებ და შემაქვს სამონტაჟო პროგრამაში კადრები, სულ ყველა კადრი არის ძალიან დიდი ქრონომეტრაჟის, ანუ შეიძლება არ მჭირდება იმ დროს ასე ვფიქრობ, როცა ჩართული მაქვს კამერა, მაგრამ მე აღმოვაჩენ, რომ თურმე იქედან სხვა ნაწილი უფრო მჭირდებოდა და ის გამოვიყენო. და აი ეგ არის ხოლმე ყველაზე დიდი ის, როცა უნდა გათიშო, მაშინ არ უნდა გათიშო, როცა თვლი რომ ეხლა უნდა გავთიშო, მაშინ არ უნდა გათიშო. თუ გაქვთ რაიმე ისეთი რჩევა, რაც გინდათ მისცეთ დამწყებ ჟურნალისტებს? რა ვიცი, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ის იქნებოდა, რომ ვrჩევდი არ შეეშინდეთ და კითხვების დასმის არ მოერიდოთ, იმიტომ რომ ეს არის ხოლმე ყველაზე მნიშვნელოვანი, როცა გონია რომ შენზე მეტი იცი სხვამ და გამოჩნდები რაღაცა უცოდინარი მასთან შედარებით. არ მოერიდოთ სიახლეების კეთება, არ შეეშინდეთ, იმიტომ რომ მე აღმოაჩენ, რომ შეიძლება არ გამოვიდა, მაგრამ ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რამაც შემდეგი შენი წარმატების ნაბიჯი განაპირობა. უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადო პირველ რიგში მობრძანებისთვის და შემდგომ ძალიან გულწრფელი საუბრისთვის და ინტერვიუსთვის. ჩემი აზრით ძალიან საინტერესო იქნება ჩვენი სამიზნე აუდიტორიისთვის, როგორც იფსუს, ისე სხვა სტუდენტებისთვის თქვენი გამოცდილება, რომელიც დღეს გაგვიზიარეთ. ხარია რომ თუ ჩვენი საუბარი დაეხმარება ადამიანებს.